ამის შემდეგ იუდეველთა დღესასწაული იყო და ავიდა იესო იერუსალიმს. იერუსალიმში ცხვრის ჭიშკართან აუზია, რომელსაც ებრაულად ბეთ-ხასდა ეწოდება და 5 სტოა აქვს. იქ იწვა ძალიან ბევრი სნეული, ბრმა, ხეიბარი და ჩამომხმარი, რომლებიც წყლის ამღვრევას ელოდნენ. რადგან ანგელოზი უფლისა ჩამოდიოდა დრო და დრო აუზში და ამღვრევდა წყალს, ხოლო მას შემდეგ რაც წყალი აიმღვრეოდა, ვინც პირველი ჩავიდოდა განიკურნებოდა, რა სენითაც არ უნდა ყოფილიყო შეპყრობილი. აქ იყო კაცი 38 წლის ტანჯული თავისი სნეულებით. იესო მიხილა იგი მწოლარე და შეატყო, რომ უკვე დიდი ხანია სნეულია. უთხრა: სურს განიკურნო. ავადმყოფმა მიუგო. უფალო, კაცი არ ამყავს წყლის შემღვრევისას რომ ჩამიშვას აუზში. მანამ მე მივალ სხვა მასრებს. იესომ უთხრა: ადექი, აიღე შენი სარეცელი და გაიარე. იგი მაშინვე გაჯანსაღდა, აიღო თავისი სარეცელი და გაიარა. იმ დღეს შაბათი იყო. ამიტომ იუდეველებმა უთხრეს განკურნებულს: დღეს შაბათია. ნება არა გაქვს სარეცლის აღებისა. მან მიუგო: ვინც გამკურნა, მან მითხრა: აიღე შენი სარეცელი და გაიარეო. ჰკითხეს: ვინაა ის კაცი, ვინც გითხრა აიღე და გაიარეო? განკურნებულმა არ იცოდა ვინ იყო იგი, რადგან იესო იმ ადგილზე მყოფ ბრბოს შეერია. ამის შემდეგ იესო ტაძარში შეხვდა მას და უთხრა: აჰა, შენ გაჯანსაღდა. ნუ ღარ შესწოდავ, რათა რაიმე უარესი არ დაგემართოს. ის კაცი წავიდა და იუდეველებს უთხრა, რომ იესოა მისი განკურნავი. იუდეველებმა დევნა დაუწყეს იესოს იმის გამო, რომ შაბათს ასეთი რამე გააკეთა. მან კი მიუგო: მამა ჩემი აქამდე ასე აკეთებს და მეც ვაკეთებ. ამიტომ იუდეველებმა მით უფრო დაუწყეს ძებნა მოსაკლავად, რადგან არა მარტო შაბათი გატეხა, არამედ ღმერთს საკუთარ მამად იხსენებდა და თავს ღმერთს უტოლებდა.